სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს ჯანმრთელობაზე და მის თანმდევ გამოწვევებზე. კაკი ზოიძე, ჯანდაცვის ექსპერტი არის ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი. მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გილოცავთ ახალ გადაცემას. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ჩემი აზრით, რომელიც აღელვებს ალბათ თვითონ ჩვენ მოქალაქეს და თუ არ აღელვებს, უნდა აღელვებდეს, იმიტომ რომ ამის გარეშე წარმოუდგენელია სრულფასოვანი ცხოვრება და ბედნიერება ზოგადად ჯანმრთელობის გარეშე. შესაბამისად, თუ როგორ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისათვის, რომ ეს ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, ეს ჩემი აზრით თქვენი გადაცემა შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს. აკაკი ზოიძე, პროფესიით ექიმი და მოქმედი ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1994 წელს მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ერთ-ერთი პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ სექტორში კურაციოს საერთაშორისო ფონდი, რომელიც წლების განმავლობაში გადაიქცა არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯანდაცვის პრობლემებზე მომუშავე წამყვან ორგანიზაციად. აკაკი ზოიძე დღემდე არის ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი და წამყვანი მკვლევარი. 1997 წელს მუშაობდა შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ორგანიზაციაში Kaiser Permanente. საქართველოში დაბრუნებისთანავე 1998 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწედ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინატორად. 2001 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2001-2003 წლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2016 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ და 2019 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე. 2019 წლის 2 დეკემბერს აკაკი ზოიძემ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა მმართველი პარტიაც და პარლამენტარის მანდატიც. 2020 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულებით ასოცირებული პროფესორია არის. საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 50-მდე ანალიტიკური კვლევის ავტორი და თანაავტორი. აკაკი წარდგენილი იქნა როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, დიახ, ნამდვილად ის აღიარებული ექსპერტია როგორც საერთაშორისო ისე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და მადლობა რომ დაგვეთანხმა ამ გადაცემაში მონაწილეობისთვის. 21 საუკუნის გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევებიდან რა მიგაჩნიათ ყველაზე უფრო მასშტაბური, რაზეც ქვეყნებმა უნდა მუდმივად გაამახვილონ ყურადღება და ამ რაკურსში თუ შეიძლება რომ საქართველოს ჩვენ და ამ ჭრილში რა უნდა გავითვალისწინოთ. მადლობა კითხვისთვის და პრინციპში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ თავის დროზე ასე ვთქვათ 21 საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევები დაასახელა, ასე ვთქვათ 10 გამოწვევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, უფრო ზოგადად ჯანმრთელობისთვის გლობალური და აქედან ალბათ 3 გამოწვევა, რომელიც ჩემი აზრით ასე ყველაზე უფრო აქტუალური ასევე საქართველოსთვის გახლავთ. პირველ რიგში, რამაც გაკვეთილი ვისწავლეთ თუ არ ვისწავლეთ, ამაზე ალბათ ვისაუბრებთ. რაც თქვათ გვაჩვენა ასევე ეხლახან დროის მასშტაბით პანდემიამ. მეორე, ანუ პანდემიური ზადყოფნა, რომელთან დაკავშირებულია ახალი და ახლად აღმოცენებადი ინფექციური დაავადებები და ანტიბიოტიკო რეზისტენტობა. ეს გაერთიანებული შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ დიდ გამოწვევაში. მეორე ის გახლავთ არაგადამდებები დაავადებების პანდემია, რომელიც ასევე ძალიან სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთლიან მსოფლიოსთვის, რაც უფრო მეტი ასე ვთქვათ, ქვეყანა გაადის დაბალი შემოსავლის ქვეყნებიდან და მაღალი შემოსავლის ქვეყნებში, რაც უფრო მეტი წარმატება გვაქვს ინფექციური დაავადებების ბრძოლაში, მით უფრო წამყვან ადგილზე და რაც სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, არაგადამდებები დაავადებები მსოფლიოში და საქართველოშიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. საქართველოში მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25% არის დაადრევის სიკვდილობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ არაგადამდებები დაავადებებით, როგორც არის ჰიპერტენზია, დიაბეტი, სიმსივნური კიბო, ასე ვთქვათ, ფილტვის დაავადებები და მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
ფსიქიკური დაავადებები და ესენი პრინციპში 90-მდე პროცენტი არის, ასე ვთქვათ, მიზეზი 90% ამ არგადები დაავადებების გამოწვეული სიკვდილობისა საქართველოში და როცა ნაადრევ სიკვდილობაზე ვსაუბრობთ, ეს არის, რომ მინიმუმ ასე ვთქვათ 15-20 წლით ადრე, როდესაც იღუპება ადამიანი იმ საშუალო ხანგრძლივობას შედარებით, რომელიც უნდა ცხოვრობდეს ჩვენარ ქვეყანაში, ჩვენარი შეძლების და გარემოპირობების სიტუაციაში. და აქედან 25% მოსახლეობაზეა და მამაკაცებში ეს გაცილებით კიდევ უფრო მაღალია, რაც არის თავარი მომენტი და აი მასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მესამე ეს გახლავთ, რომელიც ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული, ეს არის მოცვა და თანასწორობა ჯანდაცვის სერვისებთან, ჯანმრთელობის სერვისებთან ხელმისაწვდომობის კუთხით. აი სამი ალბათ არის მთავარი. დიდი მადლობა და გამომდინარე აქედან რაც ბრძანეთ ახლა როგორ შეუძლიათ ქვეყნებს საუკეთესო, ასე ვთქვათ, ოქროშუალედის პოვნა. ხედულობაში მაქვს ამ გლობალური გამოწვევები და მეორეს მხრივ ქვეყნის საჭიროებები. აი აქ როგორ რას ფიქრობთ? ხო, ეს ყველაზე აქტუალური თემა არის, როდესაც პირველ გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ანუ პანდემიის მიმართ ძალადყოფნა, საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციები. აქ ახლა ეს ძალიან აქტუალური თემაც არის, მე ესე ვიტყოდი, ხა მაგალითად იგივე ხა ცოტა ხნის წინ ყველა მოვისმინეთ, ალბათ, ბევრმა მოვისმინა ტრამპის ინაგურაციული, ასე ვთქვათ, სიტყვა, სადაც, ჯანმრთელობის ოფიციალური ორგანიზაციიდან ერთ-ერთი პირველ სიტყვა და პირველი ქმედება, რაც იყო მის ოფისში რო შევიდა, პირველი ხელი მოაწერა დაწყებას, ესე იგი, ბრძანებულებას, რომელთაც იწყებს ის გამოსვლას ერთ წლის განმავლობაში დასრულდება ჯანმრთელობის ოფიციალური ორგანიზაციიდან. რა ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის სწორედ აი ამ კუთხით გლობალურ უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკა საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა სწორედ ამ ერთ-ერთი არა მხოლოდ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო ჯანმრთელობის ოფიციალური ორგანიზაციის, არის, არამედ არის ასევე ერთ-ერთი სვეტი, მე ვიტყოდი, რომელზეც ესე გლობალური უსაფრთხოება, ფუნდამენტი, რომელიც გლობალური უსაფრთხოება არის და არა მხოლოდ ჯანმოს კუთხით, არამედ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ გლობალური ჯანმრთელობის პროცესში, ჯანმრთელობა შეტანის წვლილის გამო. და ეს საერთაშორისო, თქვათ, რაც უმნიშვნელოვანესი თემა არის, აქ ხო თანხაზე არის საუბარი, ეს თანხას აღარ გაიღებს ამის, არამედ აქ არის მონაცემების მიმოცვლა იმისათვის, რომ შეიძლება პანდემიური ზატყოფნა ჰქონდეს, ახალი ინფექციების შესახებ დროული ინფორმაცია მიიღო, დროული რეაგირება გააკეთო, კატეგორიულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს დროული ინფორმაციის მიმოცვლა, დროული რეაგირება. აქ თუ ამერიკა ამ დიდ ქსელს გამოეთიშება, ეს თვითონ ამერიკელებისთვის არის ძალიან ცუდი, მაგრამ ამ მხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ მთელი სოფლიოსთვის და ქართველებისთვის და მით უმეტეს კარგად ვთქვით, რომ ჩვენი ნიშანს, ჩვენი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფარი რაც იყო ჩვენი პანდემიური პასუხის და რეაგირების დროს ეს გახდათ ლუგარის ცენტრი, ხომ? და სწორედ ამერიკელების ძალისხმევით, მათი გლობალურ ჯანმრთელობაში შეტანის წვლილის შედეგად მივიღეთ ჩვენ ეს უნიკალური დაწესებულება, რომელმაც მოგვცა იმის საშუალება და ადამიანური რესურსები. საველე ეპიდემიოლოგიის კურსი CDC-ის მიერ არის დაფინანსებული ამერიკის და რეალურად ის რესურსები, ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენ პირველ 6 თვე შევაკავებინა პანდემია და მოგებინა დრო, რომ რეალურად, გადავარჩენთ ათასობით სიცოცხლე. ხო, მე მაინც პოლიტიკურ მოსაზრებებს შეეწირა სამწუხაროდ დაარჩე იმ 7000 ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ჩვენ 2021 წელს ჰქონდა, მაგრამ რეალურად, ანუ აი აქაც ეს მეორე თემაა, ამიტომაც წყულ არ ვახსენე, რა უნდა გააკეთოს, რომ დაბალანსება პოლიტიკურ და ჯანმრთელობის მიზანშეწონილობის შორის, რომ ჯანმრთელობა ყოველთვის უნდა იყოს პრიმატი, აღმატებული ამ შემთხვევაში, მაგრამ სამწუხაროდ რეალობაში ხდება პირიქით და უმეტესად არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურად ხდება, ასე ვთქვათ, შეხლა პოპულიზმის თუ პოლიტიკური მოსაზრებების გამო შებრალვა, თქვათ, ამ შემთხვევაში ამ სწორედ უპირატესობისა და აქედან გამომდინარე, აი ეს დაბალანსება ალბათ ეს უნდა იყოს, რომ პირველ რიგში მაქსიმალურად შევეცადოთ ეროვნული ინტერესების დაცვა ისიც არის, რომ შენ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო და ინფორმაცია არა მხოლოდ გასცე, არამედ მიიღო ასევე იმის გამო, რომ თქვათ ჩვენ საკუთარ მოქალაქეების სიცოცხლე დროულად გადაარჩინო და გაუფრთხილდე მათ. სწორედ აი ამ გაკვეთილიდან რაც ყველაზე ახლო წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა ამ დაკვირვებამ, ჯამში რა ვისწავლეთ, როგორც ქვეყანამ პანდემიის პერიოდში და რა არის ის მაინც სპეციფიური გამოცდილება და გაკვეთილი, რაც სავალდებულოდ დღესაც გასათვალისწინებელი აქვს ქვეყანას. კი, აი სწორედ ეს თემა ძალიან მჭიდროდ უკავშირდება სწორედ მაგას, ის რომ ეხლა იგივე ჩვენ პანდემიურ რეაგირებაში, რა თქმა უნდა, ძალიან
დიდი როლი შეასრულა, თქვათ, კოორდინირებულ მოქმედებამ შესაბამისად ვერტიკალში, რაც არის მთავრობა, შტაბი, დაავადებათა ტერორული კონტროლის ცენტრი, ბატონი ამირანის პირადად წვლილი აქაც ძალიან დიდი არის, მე ესე ვიტყოდი და იმ გუნდის, რომელიც მუშაობდა 24 საათი ჩვენს აკეთილდღეოდ, მიიღო შექებაც, სიყვარულიც, მაგრამ მიიღო მერე ასეთი ვიცი როგორც ანტონიო ფაუჩის შემთხვევაში იყო თავიდან ტორტებზე ახატავდნენ ფაუჩის პორტრეტს და მერე უკვე სიკვდილის ბ�უprostებს იღებდა, მას მე რაც დაიღალა, მოქალაქეები დაიღალენ პანდემიური ცნობილი ფენომენია ამ შეზღუდვებისგან, ამ პრობლემებისგან, როდესაც თქვა თითქოს ბნელია ყველაფერი, ამ დროს მე აბრალებ ვიღაცას და ეს ვიღაცა არის, ვისაც ხედავ ყოველდღე, რომელიც გეუბნება, რომ ჩვენ როგორ მეუნდა ერთად გავიდეთ, ხო და მე ყოველ შემთხვევაში ისტორია მე დააფასებს ამას ჩემი აზრით ძალიან და უკვე დააფასა, ვინც იცის და ვისაც ესმის იმან, თუ ამ ხელაწული შეიტანა ამ ადამიანებმა ამ პროცესში, მაგრამ ბატონო ამერ აქ არის და სარგებლობ კიდევ ერთხელ მადლობას უხდი ამისთვის, მაგრამ იმავდროულად ყველაზე მთავარი მოთამაშე მაინც იყო მოქალაქე, ხო? ანუ მოქალაქეს თუ გააგებინე რომ მან უნდა დაიცვას, როცა გავაგებინეთ, აუხსენით, ინფორმაცია მივიტანეთ, როცა დადგა, იმიტომ რომ პოლიციელს და ექიმს ვერ მიუყენებ თითოეულ ადამიანს, ეს გამორიცხული. ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გააწყვეტილება თავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით. მოქალაქეს თუ დაარწმუნებ, ის მოყვება და გააკეთებს. თუ მოქალაქეს ვერ აუხსნი, რაც ეხებოდა ვაქცინაციის სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ჩავარდნას რაღაც ნაწილით და იმითი რომ ყოველ შემთხვევაში იმ მაჩვენებლებს ვერ მივახციეთ 50-ზე მეტი პროცენტი ნახევარზე მეტი ჩვენი მოქალაქეების ვერ ავწერით იმ მომენტისთვის როცა ამას ძალიან კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა როცა რაც რა იყო სიკვდილისგან დაცვის ერთადერთი საშუალება ხომ დღეს ეხლა ნუ ომიკრონის პირობებში და უკვე რომ ეს თქვა ჩვენ ეს შეუერთდა იმ 4 კორონავირუსის ვარიანტს, რომელიც მანამდე ცირკულირებდა, როგორც გაციება იყო ხალხში ცნობილი, ეს მეხუთე გახდა უკვე პრაქტიკულად, თუმცა ძალიან ესე ადვილადაც ნუუყურებთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ის შედეგები, რომლებიც ქრონიკულად ამას მოძდებს და რა გრძელვადიანი შედეგები აქვს კოვიდით ყოველწლიურად, როდესაც ზოგიერთ მათგანს, ახლა ზოგიერთ შემახლობელი უკვე ყოველწლიურად გრიპივით, ასე ვთქვათ, იხდის კოვიდს და რეალურად გრძელვადიანი შედეგები რა იქნება, ჯერ არ ვიცით. დავანებოთ პანდემიას თავი ხალხს მოაბეზრეთ ხოლმე საუბარი ამ პანდემიით, ახლა მეორე უფრო მნიშვნელოვან პანდემიაზე, თუ შეიძლება გითხრა, აი მენტალურ არ გადამდები ვექნება ცალკე კიდე, მაგრამ აი იქნებ მენტალურ ჯანმრთელობაზე დავფოკუსირდეთ, რომელიც ჩემზე უკეთესად იცით 20-30-ისთვის, როგორც ტვირთი საზოგადოებაზე იქნება ყველაზე დიდი გადაასწრებს გულსიზრდას და დაავადებებს და როგორია იქ აი პირველადი ჯანდაცვის თქვენის გადასახედიდან როლი, როგორ უნდა იყოს. ის სამწუხაროდ ჩვენთან სტიგმა ჯერ კიდევ აქტუალური არის მენტალურ ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან მიმართებაში. ადამიანებს გახსნა რომ მათ რეალურად ეს პრობლემები აწუხებთ ძალიან რთულია. მიუხედავად შეიძლება ახალგაზრდა თაობას უფრო მეტი თავისუფლება აქვს ამ კუთხით, მაგრამ მაინც ჩვენ ალბათ საბჭოთა პერიოდიდან რომ მოვიდეთ იქიდან, აი სტიგმა მოყვება იმას, რომ შენ აღიარო რომ რაღაცა მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ხო? აქედან გამომდინარე, პირველადი ჯანდაცვა პარტნიორი შენი ოჯახის ექიმი როგორც უნდა იყოს სამწუხაროდ ჯერ ესე არ არის პირველ ჯანდაცვა და ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ამოცანა ჩვენთვის რომ გადავაქციოთ ოჯახის ექიმის სრულფასოვან პარტნიორად ადამიანისთვის თვითონ ჩვენ მოქალაქისთვის მისი დაავადების მართვის საქმეში არა მხოლოდ რეცეპტის გამოწერის თუ ცნობის გამოწერის მიმცემად როგორც ახლა აღიქვამენ ბევრ ამბავში ან წნევის გამზომად არამედ რეალურ პარტნიორად შესაბამის კვალიფიკაციის ხარისხის და შესაბამის დაფინანსების და ფინანსური мотиваციის პირობებში რაც სავსებით შესაძლებელია ჩვენ შეგვიძლია რომ რეალურად მივახციოთ იმას რომ ადამიანებისთვის როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია ოჯახის ექიმი გახდეს რა გითხრა მესაიდუმლეც პარტნიორიც და მართლაც როგორც ატნიდან სიკვდილამდე რეალურად იყოს მისი თანხლები რომ საკუთარ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს ადამიანს გაუმჯობესოს და აქედან გამომდინარე მენტალური ჯანმრთელობა და მრავალ დისციპლინარული გუნდი, სადაც იქნება ჩართული ფსიქოლოგიც, სადაც იქნება სოციალური მუშაკი ჩართული ოჯახის ექიმის დონეზე, როგორც კოორდინატორი და პარტნიორული ურთიერთობა უნდა იყოს ამ ორ სერვისს შორის ინტეგრაცია მოხდეს პირველ ჯანდაცვაში, არა მხოლოდ კი სათემო რო ქვია ერთსაც და მეორეც თემზე არის პირველ ჯანდაცვა წესს დამყარებული, სამწუხაროდ დღეს საკმარის კოორდინაცია ამ ორ სერვისს ოჯახის ექიმსა და სათემო ჯანმრთელობის ასე ვთქვათ კოორდინატორებს შორის არ არის ისე რომ ფსიქიატრია სპეციალისტებს და ეს
უნდა უზრუნველყოთ საუკეთესო მაგალითები არსებობს საერთაშორისო მოდელირებით, რომელიც შეგვიძლია გადმოვიტანოთ და აი ეს გავაკეთოთ. დიდი მადლობა. ბატონო გაკი, ბოლო კითხვა ჩემგან იქნება. როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო და კერძო სექტორის სწორ თანამშრომლობას. და ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც მოგეხსენებათ, კერძო სექტორი მნიშვნელოვნად სჭარბობს დღეს როგორც პირველად ჯანდაცვაში, ისე ჰოსპიტალურ სექტორში. აი, ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ძალიან აქტუალური საკითხია, იმიტომ რომ საქართველოს ალბათ კიდე სამ ქვეყანასთან ერთად არის უნიკალური ამ კუთხით რა, ანუ შვეიცარია, ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ სადაც კერძო სექტორი აბსოლუტური დომინანტია ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით. არ ვსაუბრობ ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს საჯარო სექტორის როლი რჩება ძალიან მნიშვნელოვანი. 1.5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია გააკეთა და ეს არის კარგი მაგალითი, სადაც კერძო სახელმწიფო პარტნიორობას მოაქვს შედეგი, იმიტომ რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა სწორედ რომ უნივერსალური ჯანმრთელობისკენ მივდიოდით 2013 წელს და დაფინანსება მიმართა სწორედ უნივერსალური ჯანმრთელობის პროგრამისთვის, ხომ? რამაც გამოიწვია ის, რომ კერძო სექტორმა დაიწყო დაფინანსება კერძო, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, ტექნოლოგიების და 1.5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია გააკეთა. სამჯერ გაზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ ამას უპასუხა კერძო სექტორმა 1.5 მილიარდიან ინვესტიცია დოლარის ამავე წლებში ინფრასტრუქტურაში, რამაც მოხდა საშუალება, რომ დღეს ჩვენ საავადმყოფოები, ახლა რა შედარება იმასთან, რაც იყო 20 წლის წინ და რა პოლიკლინიკები და თუნდაც ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრები, ხო? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პარტნიორობა, მაგრამ რეგულირება სწორი და ბალანსის დაცვა და დიალოგი მუდმივად, სადაც თანასწორუფლებიანი დიალოგი იქნება კერძო და სახელმწიფოს შორის. რაც თავარია, საყოველთაო ჯანმრთელობის აი იმ იდეალისკენ, სადაც ჩვენ მივდივართ და ძერ შორს ავართ იქიდან, მოცვისკენ, უნივერსალური მოცვისკენ, საერთოდ მივდივართ, კერძო სექტორის როლი საქართველოში იქნება უდიდესი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. პირველ რიგში სტუმრობისათვის, საინტერესო ანალიზისთვის და დისკუსიისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი იყო ჩვენი სტუმარი.